მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ჩემი საავტორო გადაცემა აწყო შობილი წარსულისაგან. მე ვარ ედიშერ გენეტაცი. მოგეხსენებათ თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი უმთავრესი და გადამწყვეტი ადგილი უჭირავს განათლების საკითხებს. თუ სახელმწიფოში განათლების საკითხები დგას და განათლება დგას იმ ადგილზე, რომელზეც ის აუცილებლად უნდა იდგეს, იმ სახელმწიფოში პრობლემები მეტნაკლებად მოგვარებულია. საქართველოს გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ ამ დამოუკიდებლობას ძალიან დიდი გამოცდა ელოდა და გამოცდას გადის დღევანდელ დღესაც. აუცილებელი იყო ის, რომ საქართველოს მიეღწია დამოუკიდებელი განათლების სისტემისათვის. ოღონდ ისეთი განათლების სისტემისათვის, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნებოდა მისი შემდგომი განვითარებისათვის. თუმცა მიზეზთა გამო დღევანდელ დღემდე ეს საკითხი რომ იტყვიან ჰაერშია გამოკიდებული და საქართველოს ვერ შეძლო ღირსეულად იმ გზის გაგრძრობა, რომელსაც ქვია უპირველეს ყოვლისა ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე დამოუკიდებელი განათლების სისტემის შემდგომი სრულყოფა და განვითარება. რომ იტყვიან ეს საკითხი დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის თავზე დამოკლეს მახვილითაა ჩამოკიდებული, მაგრამ აუცილებელია ამ საკითხის გადაწყვეტა და ამიტომაც ყოველად შეუძლებელია ეს უნიშნელოვანესი ეროვნული საკითხი გადაწყდეს იმის გარეშე, თუ ჩვენ არ გვეცოდინება რანი ვიყავით წარსულში, რანი ვართ ახლა და რა გვინდა მომავალში. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ ამ საკითხის ძალიან კარგი მცოდნე, პროფესიონალი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი, ქალბატონი ნატო სონღულაშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო ნატო. მოგესალმებით. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მობრძანებისათვის. პირველი შეკითხვა, რომელიც მე მინდა თქვენ დაგისვათ, თქვენ ბრძანდებით ახალგაზრდა მკვლევარი, რომელიც ძირითადად იკვლევთ საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ეროვნული იდენტობის საკითხებს და ეს ორგანულ კავშირში თქვენ განხილული გაქვთ და მთელი რიგი ნაშრომები გაქვთ ამის თემაზე, როგორი იყო საქართველოს განათლების სისტემა სახელდობ მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნეში, შემდეგ და დღევანდელ დღესაც აქტიურად მუშაობს ამ საკითხების გარშემო. მე მინდა დაგისვათ ასეთი შეკითხვა. როგორი განათლების სისტემა იყო და რა იყო უმთავრესი მიმართულებები მე-19 საუკუნეში ქართველი განმანათლებლების, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ქართული განათლების სისტემა მოექციათ ეროვნულ ფარგლებში და განევითარებინათ ის. რა იყო ძირითადი მათი მიმართულება? ალბათ ხელოვნებაში მაინც ძირითადად უნდა გქონდეს ის გამოჩენილი და ასეა გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები, რომლებიც დღე-დაღამ ფიქრობდნენ, რომ ქართველ კაცს ქართულ ენაზე მიიღო განათლება, ისე რომ მას არ დაეკარგა და რა თქმა უნდა უცხოურთან კავშირში, ოღონდ ისე რომ მას არ დაეკარგა საკუთარი ქართული ეროვნული იდენტობა. დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას,
საკმაოდ საინტერესო პერიოდია, ერთ-ერთი გამორჩეული, ამავდროულად რთული პერიოდია. მე-19 საუკუნის საქართველო. საერთოდ უნდა ითქვას, რომ რა თქმა უნდა, განათლების საკითხი, საგანმანათლებლო სისტემა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, ყოველთვის აქტუალური იყო, თავისთავად ცხადია, მაგრამ ეს პერიოდი გამორჩეულია იმით, რომ ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, უფრო დიდი აქტუალობა შეიძინა განათლების საკითხმა, რაც დაკავშირებული იყო არა მარტო როგორც ცოდნის გავრცელებასთან, არამედ ეროვნული ცნობიერების განმტკიცებასთან. ეს როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ-ერთი საინტერესო, რთული, მრავალმხრივი პერიოდია და გარდა იმისა, რომ თქვათ, განათლების საკითხის აქტუალიზება ხდება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ამ დროს საქართველოში სხვადასხვა პროცესები მიმდინარეობს, რაც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, რელიგიურ და სხვადასხვა საკითხებთან. შეიძლება ითქვას, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში, მას შემდგომ, რაც რუსეთის იმპერიამ მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და საქართველო გახდა მისი შემადგენელი ნაწილი, საქართველოს და ქართველი ერის ცხოვრებაში იწყება სრულიად ახალი ეტაპი, რაც დაკავშირებული იყო არა მარტო ეროვნული საკითხის თვალებადობასთან, არამედ ნებისმიერ პრობლემასთან, რომელიც ამ დროს ქვეყნის წინაშე იდგა და ქვეყნის მთავარი გამოწვევა იყო. ალბათ მაინც ქალბატონო ნატო იყო და ის საკითხი, რომელსაც ქვიოდა, რომ ჩვენ განათლების სისტემა ოდითგანვე ჩვენთან საქართველოში ცნობილი იყო, როგორც ის კი არა, ცნობილი მეცნიერები, მაგალითად შალვა ნუცუბიძე, ხონიგმანი და სხვები ამბობენ, რომ საქართველოდან წავიდა ევროპაში რენესანსის პერიოდი და რენესანსის ხანა, მაგრამ შემდგომში ეს მოხდა მისი დამცხრობა იმის მიზეზების გამო, როგორც ახლა ჩვენ ორივე ისტორიკოსები ვართ და ჩვენურად მოიხსენებათ, კარგად ლაპარაკობდა ნიკო ბერძენიშვილი, ველის მომთაბარეთა შემოტევების შედეგად და ამან რა თქმა უნდა დაღი დააჩინია რა იმ პერიოდს, რომელსაც თქვენ საუბარი გაქვთ. გეთანხმებით, აი ცოტა შორეულ წარსულში რომ გადავინაცვლოთ, პრაქტიკულად რა თქმა უნდა საქართველოში როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, განათლების საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო და ისიც ცნობილი ფაქტია, რომ ფაზისის აკადემია როგორი გამორჩეული იყო და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ აქ განათლებას და ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რა თქმა უნდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ, გავრცელებამ გარკვეული გავლენა იქონია ქართული განათლების სისტემაზე და მის აღორძინებას შეუწყო ხელი და როდესაც თქვენ როგორც ბრძანეთ შემდგომ პერიოდში თქვა სხვადასხვა პოლიტიკური სირთულეების შედეგად, როდესაც საქართველო გარკვეული პრობლემების წინაშე იდგა და უკვე ნაკლები ყურადღება ექცეოდა აი ამ პოლიტიკური სისუსტის პირობებში და არასტაბილურობის პირობებში განათლებას, ეროვნულ საკითხს, რა თქმა უნდა, ეს შედარებით მეორეხარისხოვანი გახდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პერიოდში, აი თქვა, იგივე მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, მე-16 საუკუნეში, მე-17 საუკუნეში, როდესაც საქართველო მას შემდგომ რაც დაიშალა სამეფო სამთავროებად და უკვე დანაწევრებული აღმოჩნდა ქართული საზოგადოების, ქართული ერის წინაშე სხვა გამოწვევები დადგა დღის წესრიგში, მაგრამ საინტერესოა ისიც, რომ ეროვნული იდეა, ეროვნული თემატიკა აქტუალობას არ კარგავს და მოგეხსენებათ, რომ ეროვნული იდენტობის განსაზღვრელი მთავარი საფუძველი ქართულ ენასთან, რელიგიასთან ერთად, ისტორიულ მეხსიერებასთან ერთად, აი ეს იდეა იყო მოაზრებული და ერთიანობაში მოიაზრებოდა. და მე, როდესაც აღვნიშნავ და ვსაუბრობ მე-19 საუკუნესთან მიმართებაში, აქ საინტერესოა ის, რომ აი ამ ეროვნული იდენტობისთვის დამახასიათებელ ფასეულობებს და ღირებულებებს ემატება ის, რომ განათლება ხდება არა მარტო ცოდნის გავრცელების საშუალება, არამედ განათლება ხდება როგორც ეროვნული იდეის გამტკიცების და გაძლიერების საშუალება. და ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მე-19 საუკუნეში სრულიად ახალი ეტაპი იწყება, როდესაც საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, შეიცვალა არსებული პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, რელიგიური სინამდვილე, ახალი რეალიების წინაშე დადგა ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო და როგორც უკვე აღვნიშნე, მართალია მე-15 საუკუნის ბოლოს დაიშალა ქართული სახელმწიფო სამეფო სამთავროებად, მაგრამ ეს იდეა ყოველთვის გაზრდევდა ხაზად ქართული საზოგადოების ცნობიერებას, რა თქმა უნდა, ეს იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რამდენადაც იყო ამის
შეიძლება რომ ეს გაჟღერებული ყოფილიყო და ქართულ საზოგადოებაში ყოფილიყო დამკვიდრებული და რა თქმა უნდა ამის მთავარი ინიციატორიც და ამ იდეის მთავარი გამგრძელებელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო და მე სწორედ ეკლესიასაც და განათლებასაც ერთიან კავშირში განვიხილავ და ამაზე კიდევ ვისაუბრებ და ასევე საინტერესოა ისიც აღინიშნოს რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება სრულიად ახალი ეტაპი საქართველოში, როდესაც სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდიან ახალი ძალები, ქართული პოლიტიკური, კულტურული ელიტა და მათი მთავარი მიზანი ხდება ის, რომ როდესაც საქართველო უკვე არ არის დამოუკიდებელი, დაკარგული აქვს სახელმწიფოებრიობა, მათი მთავარი მიზანი ხდება ის, რომ აი ამ პირობებში მათ მიაღწიონ იმას, რომ ქართული საზოგადოების ცნობიერება მოამზადონ და განამტკიცონ იმ იდეით, რომ საქართველომ უნდა იბრძოლოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და არ შეჩერდეს ის ხაზი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის არსებობდა. ერთი რამ მინდა აღნიშნო. ალბათ კი რა მე ვფიქრობ ეს ასე იყო განათლების გარეშე ამ საკითხის რომელზეც თქვენ საქართველოს დამოუკიდებლობა იყო მათი ოცნება, ხო? განსაკუთრებით 60-იან წლებიდან წამოსული თაობის, ხო? განათლების გარეშე ქართულ ხალხში განათლების დონის ამაღლების გარეშე რა თქმა უნდა ვერ წარმოედგინათ, როგორ ფიქრობთ? დიახ, აი ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ როდესაც მე-19 საუკუნეში, რომელ პერიოდთან დაკავშირებითაც ახლა მე ვსაუბრობ, საქართველოს სინამდვილეში დაიწყო ახალი ეტაპი, რაც გულისხმობდა იმას, რომ მოგახსენებათ მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც იყო აჯანყებები რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ, ამ დროს თითქმის ყველა აჯანყება პრაქტიკულად წარუმატებელი იყო, იმიტომ რომ ქართულმა საზოგადოებამ იმ თავარ მიზანს ვერ მიაღწია, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი და თავისუფალი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლა შეწყდა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, რაც დაკავშირებული იყო აი სწორედ საგანმანათლებლო სფეროსთან და საინტერესო ის არის, რომ ეს პროცესი, ანუ განათლების საკითხის და როლის გაზრდა დაკავშირებული არის არა მარტო საქართველოსთან, არამედ მსოფლიოსთან და იგივე ევროპაში მიმდინარე პროცესები, რუსეთში მიმდინარე პროცესები გარკვეულ გავლენას ახდენდა ჩვენს მდგომარეობაზე, ჩვენს ქვეყანაზე და გარკვეულ ასახვას პოვებდა. ამიტომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული იგივე მე-20 საუკუნის დასაწყისში 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში პრაქტიკულად ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ ელიტას მთავარ მიზნად ჰქონდა დასახული ის, რომ საქართველო ყოფილიყო თავისუფალი და ამ თავისუფლებისათვის მისაღწევად აუცილებელი იყო საზოგადოების თითოეული ჯგუფის, თითოეული სოციალური ფენის გაერთიანება ეროვნული იდეით და ეროვნული იდეის გამტკიცებაში მთავარი მისია და როლი უნდა შეესრულებინა სკოლას, განათლებას, რადგან მოგახსენებათ ამ დროს პრინციპში საუბარი რთული იყო იმაზე, რომ რაღაცა ეროვნულ საკითხზე გამახვილებული იყო ყურადღება და ეროვნული თემატიკაზე ყოფილიყო ყურადღება გამახვილებული, თუმცა იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ქართულ საზოგადოებას ჰქონდა რესურსი, ყოველთვის მუდმივად ზრუნავდნენ იმაზე, რომ ეროვნული თავისუფლება ყოფილიყო მიღწეული, მოპოვებული და ამ შემთხვევაში განათლების მეშვეობით. და საინტერესოა ის ფაქტიც, რომ განათლების სფეროსთან დაკავშირება იმ კუთხით გამოიხატებოდა, რომ ეს მიმართული იყო ეკონომიკასთან, პოლიტიკასთანაც, რელიგიასთანაც, სოციალურ საკითხთანაც და ეს ყველაფერი ერთიანობაში მოიაზრებოდა, იმიტომ რომ ამ დროს გამოხატული იდეა დაკავშირებული არის, როგორც უკვე აღნიშნე, არა მარტო ზოგადად ცოდნის გავრცელებასთან და თქვათ ან ტექნიკური საგნების შესწავლასთან და ჰუმანიტარული საგნების შესწავლასთან, არამედ თითოეული საგნის დანიშნულება მდგომარეობდა იმაში, რომ ეროვნული იდეის გაძლიერება მომხდარიყო, რაც რა თქმა უნდა ახალი ეტაპის დასაწყისია საქართველოში. საინტერესო თქვენი საუბარი და განსაკუთრებით ალბათ ჩვენს მაყურებელს აინტერესებს. თქვენ ამით ცნობილი ამ საკითხების ცნობილი მკვლევარი ბრძანდებით. აი ეროვნული იდეა ძირითადად იმ პერიოდისათვის, აი ეროვნული იდეა რაში გამოიხატებოდა? მე ვთქვათ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. რა იყო მისი ძირითადი საყრდენით, როგორ უნდა განვითარებულიყო? რას ითხოვდა საერთოდ საბოლოო ჯამში ეს ეროვნული იდეა?
დიახ, როგორც მოგახსენებათ და როგორც აღვნიშნე უკვე, რა თქმა უნდა, ეროვნული იდეა, ეროვნული იდენტობა, ეროვნული იდენტობისთვის დამახასიათებელი ფასეულობა, თითოეული ნიშანი ყოველთვის იყო გამოხატული თავისთავად ცხადია და ამაზე ორი აზრი არ არის, რომ ეროვნული იდეის და ეროვნული იდენტობის გამტკიცებაში ქართულ საზოგადოებას ყოველთვის ჰქონდა იმის განცდა, რომ ერთიანი საქართველოს იდეა უნდა ყოფილიყო და ერთიანი ნიშნული უნდა ყოფილიყო. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ამის მიღწევა იმ პირობების გათვალისწინებით, რომელშიც საქართველოს უხდებოდა არსებობა, მარტივი თავისთავად ცხადი არ იყო. თუმცა ახერხებდა ქართული საზოგადოება და ეს პროცესი გრძელდება მე-19 საუკუნეში, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, მე-20 საუკუნის დასაწყისში და ეს რაში მდგომარეობდა? ანუ პირველ რიგში ქართული პოლიტიკური და კულტურული ელიტის მიზანი იმაში გამოიხატებოდა, რომ ქართული საზოგადოების გაერთიანება მომხდარიყო ერთიანი იდეის ირგვლივ და ამ ერთიანი იდეის ირგვლივ გაერთიანებაში აუცილებელი იყო ისეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, ისეთი პრობლემების წინაპლანზე წამოწევა და საზოგადოების ერთიან სისტემად გაერთიანება, რომელიც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობდა თავისუფლებისთვის ბრძოლას და ეს იყო სწორედ ამ შემთხვევაში, აი თუნდაც ილიას ეს მთავარი გამოხატული სიტყვები ხო, მამული ენა, სარწმუნოება, ის რაც ყოველთვის იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთიან სისტემაში გაერთიანდა, რადგან მამული, რომელიც დაპყრობილია, ოკუპირებულია, ქართული ენა, რომელზეც საუბარი აკრძალულია პრინციპში და შეიძლება ითქვას, რომ შეზღუდული არის, მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის უფლება შელახულია და ამიტომ აი ამ იდეის ირგვლივ იყო მთავარი ქართული საზოგადოების გაერთიანება. და რაც ყველაზე მთავარია, ეს მარტივად მისაღწევის საშუალება ნამდვილად არ იყო, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი მე-19 საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში, როდესაც შემოდის რუსეთის ხელისუფლება და იპყრობს ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას, პროცესები სხვადასხვაგვარად ვითარდება. ამას რა თქმა უნდა ემატება ის ფაქტიც, რომ პრაქტიკულად მანამდე საქართველო დანაწევრებული იყო, დანაწილებული იყო და აი ამ პირობებში, რა თქმა უნდა, რთული იყო საზოგადოების მობილიზება. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, სწორედ იმაზე გამახვილდა ყურადღება და ის აქცენტები წამოვიდა წინაპლანზე, რომელიც ხელს შეუწყობდა აი ამ მუხტის გაძლიერებას და ეროვნული იდენტობისთვის დამახასიათებელი ფასეულობების გაძლიერებას და ეს იყო ის, რომ აი ეს ამ დევისთან ერთად, რომელიც ილია ჭავჭავაძემ წამოაყენა, მთავარი ყოფილიყო თითოეული სიმბოლოს გაერთიანება, თითოეული სიმბოლოს ქართულ საზოგადოებამდე მიტანა. ალბათ პირველი ნიშანი ქალბატონ ნატო ალბათ დამეთანხმებით ეს იყო 1879 წელს, ხო, ქართველთა შორის წარაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა, რომელსაც ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა წინ და ეს იყო ფაქტობრივად ეხლა ალბათ კი თქვენ ძალიან სწორად განსაზღვრეთ, ერთი გამაერთიანებელი ნაბიჯი იქეთკენ, რომ რამენაირად ქართველებს ქონოდათ საკუთარი დაწყებითი განათლება, მოდი ასე ვთქვათ, დაწყებითი განათლების მიღწევის საშუალება და ამაში ჩართული იყვნენ უმთავრესი მიზანი, ალბათ ამისი იყო ის, რომ ამ მოწინავე საზოგადოებას, რომელიც ამისათვის იბრძოდა, მთავარი მიზანი ჰქონდა ის, რომელსაც ჰქვიოდა ეროვნული იდენტობის უფრო მეტად განვითარება და ეროვნული თავისუფლების მიღწევა. როგორ ფიქრობთ? დიახ, თავისთავად ცხადია, ქართულთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ იდეის განვითარებაში და პრინციპში მისცა ქართულ საზოგადოებას იმის საშუალება, რომ ამ პროცესში ყოფილიყო ჩართული და რაც ყველაზე მთავარია, აი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც იწყება ეს პროცესი, რომ თქვათ გაიხსნას სკოლები, გამოვიდეს ჟურნალ-გაზეთები და ქართულ საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ყველა იმ პრობლემის შესახებ, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს იმ პერიოდის საქართველოში და რაც ყველაზე მთავარია, ყველა მიცოდეს ამის შესახებ, ანუ ყველა სოციალურმა ფენამ, ყველა სოციალურმა ჯგუფმა და ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, უფრო მეორე ნახევრიდან მოყოლებული, მთავარი მიზანი იყო ის, რომ ცოდნით, ორგანიზებულობით და განათლებით მომხდარიყო ამ ერთიანი იდეის ირგვლივ გაერთიანება. ის ხომ არ იყო ქალბატონ ნატო, მე მგონი არ ვწდები,
იქამდე მისულიყო მოწინავე ქართული საზოგადოება, რომ მოეთხოვნათ რუსეთის იმპერიის იმპერატორი ჩამოვიდა აქ ალექსანდრე მეორე უნივერსიტეტის გახსნა, ხო ეგრე იყო? დიახ, და საინტერესოა ისიც, რომ რა თქმა უნდა ეს იდეა იყო და ყველაზე მთავარი არის ისიც, რომ აი ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც მიდიოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ განათლების მისაღებად, ასევე სპეციალური ჯგუფები იქმნებოდა, რომელთა მიზანი იყო ის, რომ ფინანსური მხარდაჭერა აღმოეჩინათ და დახმარებოდნენ, რადგანაც ქართულ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სურვილი ჰქონდა, რომ იქ მიღებული ცოდნა გამოეყენებინა საქართველოს ინტერესებისთვის, ეს ყველაფერი სინამდვილეში პრაქტიკული ფორმით ყოფილიყო გამოხატული. და რა თქმა უნდა, ეს პროცესები, რომელიც მიმდინარეობს აი ამ დროს, კიდევ დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ დროს უკვე სხვადასხვა პოლიტიკური იდეები ჩნდება, პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებას ეყრება საფუძველი და რაც ყველაზე მთავარია, სხვადასხვა სოციალური ფენები ყალიბდებიან და როდესაც იცვლება ეს პოლიტიკური რეალობა, ეკონომიკური სიტუაცია და ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო სხვა ეტაპზე გადადის განვითარების, ბუნებრივია აუცილებლობა მოითხოვს იმას, რომ მოერგონ აი ამ სიტუაციას არსებულ რეალობას და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი გამოიყენონ ისევ ქვეყნის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ამ პირობებში მარტივად მისაღწევი არ იყო ეს ყველაფერი, ეს გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ საინტერესოა ის და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პროცესები არის დაწყებული და მიმდინარეობს. და ამას ემატება ისიც, რომ ახლა პრაქტიკულად იცვლება სოციალური მდგომარეობა, ხო? იქ პროლეტარიატი გამოდის, ბურჟუაზია ყალიბდება. გლეხი, რომელიც თავის ისტორიულ ფუნქციას ნელ-ნელა კარგავს, თავადაზნაურობა და რაც ყველაზე მთავარია, აუცილებელი არის, რომ თითოეული ეს სოციალური ფენა ერთიან სისტემაში მოექცეს და ერთიანი idეის ირგვლივ გავვითარდეს. ნატო, ერთი საინტერესო რამ მინდა თქვენგან მოისმინოს მაყურებელმა. როგორ ფიქრობთ თქვენ 1918 წლის დამოუკიდებლობას? როდესაც ჩამოთვალეთ ასეთი იდეა მოსამზადებელი სამუშაო ფაქტობრივად იმ ხალხმა დიდი მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარეს იმისათვის რომ 1918 წლის 26 მაისი ქართველ ერს აღექვა ისე როგორც უნდა აღექვა. ანუ ეს იყო ფაქტობრივად როგორ გითხრათ ქართული სახელმწიფოებრიობის ხელახალი დაბადება, ხო? ეგრე იყო. როგორ მომზადებული შეხვდა ამას განათლების საკითხების მხრივ იმდროინდელი ქართული საზოგადოება? დიახ, აი ძალიან საინტერესოა ამ კუთხით პრობლემის დასმა. მოგახსენებათ, რომ როგორც უკვე აღნიშნე, ეს პროცესი დაიწყო. ეს გრძელდება მე-20 საუკუნეშიც და სწორედ აი ამ იდეას, ამ მიზანს ემსახურებოდა ის, რომ საზოგადოება ყოფილიყო აი ამ ცნობიერებით გააზრებული ქონოდა ეს ცნობიერება და მომზადებული შეხვედროდა აი ამ ყველაფერს და სწორედ რატომ იწყება ეს პროცესი და შორიდან დავიწყებ კითხვაზე პასუხის გაცემას, რატომ იწყება ეს პროცესი? ეს პროცესი იწყება იმიტომ, რომ აი ამ აჯანყების დამარცხების პირობების გათვალისწინებით, დამოუკიდებლობის არქონის გათვალისწინებით, ის რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არ არის ჩართული აი ამ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ პროცესებში და მათ არიციან რა ხდება სინამდვილეში, ეს წასულია, ეს მიმდინარეობს იმისკენ, რომ ქართულმა საზოგადოებამ გაიაზროს ცოდნით და განათლებით რა გარემოში უწევს არსებობა, რა გარემოში უხდება ცხოვრება, რომ მომზადებული შეხვდეს თავისუფლების იდეას და ეს პროცესი, რომელიც იწყება მე-20 საუკუნეშიც გრძელდება, თქვათ იგივე არჩილ ჯორჯაძის მოღვაწეობა შემდგომ პერიოდში, ის რასაც ილია ჭავჭავაძემ ჩაუყარა საფუძველი, ქართულმა სამოციანელებმა ჩაუყარეს საფუძველი და საინტერესოა იმი აღნიშნე იგივე ეკონომიკური საკითხების აქტუალობას. ნიკო ნიკოლაძე დიახ და აი მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოდის ჟურნალი მოგზაური, რომლის მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ესე იგი ქართულ საზოგადოებას ჰქონდეს გააზრებული ეკონომიკის განვითარება, რა პროცესების გაძლიერებას შეუწყობს ხელს და ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს არა მარტო თქვათ ეროვნული იდეის ირგვლივ იყოს გაერთიანებული, თქვათ ენასთან, რელიგიასთან, არამედ ეკონომიკასთან, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყნის გაძლიერებას უწყობს ხელს და ეს პროცესები თავისთავად ცხადია მიმდინარეობდა და იგივე აი თქვათ რომ ვახსენებ გლეხის ფუნქცია, პროლეტარის ფუნქცია, ბურჟუაზიის თავადაზნაურობის თითოეულ სოციალურ ფენას ქონოდა გააზრებული რისთვის იბრძვის, რისთვის იბრძოლოს და რა იდეის ირგვლივ გაერთიანდეს. თქვენ რასაც საუბრობთ, ამ საკითხის მწვერვალი გახდა 1918 წელს მომხდარი უმნიშვნელოვანესი ფაქტი მხედველობაში მაქვს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ჩვენი დედა უნივერსიტეტის გახსნა. და რა კავშირში ახლა იყო თუ არა შესაბამისობაში მაშინდელი საქართველოს განათლების სისტემასთან ეს პროცესები?
დიახ, აი ეს ფაქტიც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში და აი ეს პროცესი როგორც უკვე აღნიშნეთ დაწყებულია და ქართული პოლიტიკური ელიტა, კულტურული ელიტა, ქართული საზოგადოება უკვე მეტნაკლებად მომზადებულია იმისთვის, რომ ეს პროცესები იქნეს დაწყებული. და აი თუნდაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქართულ სინამდვილეში სრულიად ახალი ეტაპი იწყება და ეს დაკავშირებულია სხვადასხვა პროცესებთან და მათ შორის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის უნივერსიტეტის დაარსება, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ცენტრი გახდა არა მარტო განათლების სისტემის, არამედ ეროვნული იდეის, ეროვნული პროცესების განვითარების და ამისთვის რა თქმა უნდა ეს პროცესი დაწყებული იყო და გაგრძელდა მე-20 საუკუნეში და 1918 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც გარკვეული საფუძველი უკვე ჰქონდა ჩაყრილი თავისი პარტიული მოღვაწეობით 19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული სხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებთან ერთად, ხო, მათი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, მათი თითოეულის ხედვა განსხვავებული იყო, განსხვავებული გზა ჰქონდათ იქამდე, როგორ უნდა მომხდარიყო საქართველოს თავისუფლების მოპოვება და დამოუკიდებლობის აღდგენა, მაგრამ მიზანი ერთი იყო, რომ საქართველო ყოფილიყო თავისუფალი და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, თქვათ, ის ძალები, რომლებიც მიჩნეული იყვნენ, რომ ეროვნულ საკითხს ნაკლებად ყურადღებას ანიჭებდნენ, სინამდვილეში აი მათ სამოქმედო გეგმაში და განსაკუთრებით რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, მას შემდეგ მთავარი მიზანი გახდა ის, რომ ეს დაკავშირებული ობიექტურმა რეალობამ გამოიწვია ეს, რომ უნდათ თუ არ უნდათ, მაინც უნდა ყოფილიყვნენ ეროვნული იდენტობისაკენ მიდრეკილები, ხომ არ ვწდები? ის ხელისუფლების წარმომადგენლები, სოციალ-დემოკრატია. დიახ, და მათ შეიძლება ითქვას, რომ მანამდეც უკვე ჩანს მათ პროგრამაში ის, რომ ეროვნული საკითხი არის მნიშვნელოვანი და აქტუალური, საინტერესო და აუცილებელი ქართული საზოგადოებისთვის და ეს პროცესი რა თქმა უნდა გრძელდება 1918-1921 წლებში და საფუძველი უკვე ჩაყრილია, შემდგომშიც გრძელდება. რა თქმა უნდა, ცოტა ესეთი შეიძლება გამოვიდეს თქმა, რომ ქართული საზოგადოება რამდენად იყო ამ ყველაფრისთვის მზად და გააზრებული ქონდა ეს პროცესი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს გეგმა უკვე დაწყებული არის, განხორციელებული არის და ის რაც დაიწყო მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, განვითარდა მე-20 საუკუნის დასაწყისში და როგორც კულტურული ელიტა, ასევე პოლიტიკური ელიტა მიზანმიმართულად ცდილობს, რომ ეს პროცესი გამოიკვეთოს, გაძლიერდეს და საზოგადოება იყოს ამ იდეით გამსჭვალული. ეს მარტივად მისაღწევი არ იყო თავისთავად ცხადი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ 18 წლამდე რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ადვილ საშუალებას არ წარმოადგენდა ის, რომ საზოგადოებაში ეროვნული თემატიკის პრობლემა გაჟღერებულიყო, მაგრამ აი იმ პირობების გათვალისწინებით რაც ხდება მსოფლიოში და რუსეთი გარკვეულწილად იძულებულია რომ დაემორჩილოს ევროპაში მიმდინარე პროცესებს და ეს სიახლეები გადმოიტანოს ასევე რუსეთში და ასევე საქართველოს როგორც მის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო იქ მიმდინარე ცვლილებას განიცდის და ამიტომ ეს განსხვავებები ეს ცვლილება აისახება ქართულ საზოგადოებაზეც და ამიტომ რა თქმა უნდა თუ რაიმე გადადგმული ნაბიჯი იყო პირველ რიგში დაკავშირებული იყო ქართული კულტურული და პოლიტიკური ელიტის მხრიდან იმასთან რომ ეს ყოფილიყო საბოლოო ჯამში ეროვნული იდენტობის შენარჩუნების, განმტკიცების და გაძლიერების საშუალება. და არ გამოგვჩეს ქალბატონ ნატო არ გამოგვჩეს უბრალოდ როგორი მცდელობა იყო მაშინდელი ხელისუფლებისა დაკავშირებოდნენ ევროპას, ევროპული განათლებას. აი ნახოთ რამდენი გააგზავნეს მაშინ სტუდენტთა გარკვეული ნაწილი გააგზავნეთ რომ მიიღოთ ევროპული განათლება და მათ შორის ძმები ნიკურაძეები ვიცით ჩვენ რომლებიც შემდგომ ცნობილი მეცნიერები გახდნენ სხვები და სხვები ისა ჩვენი ცნობილი წარმომადგენლები რომლებიც მათ შემდგომში ქართული განათლება მართალია იმ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში მძიმედ მაგრამ მაინც შეძლეს მისი განვითარება დიახ საინტერესოა ისიც რომ რა თქმა უნდა სხვადასხვა რეფორმების განხორციელებასთან ერთად რასაც ატარებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება იყო ისიც რომ აი თუნდაც ქართველი ახალგაზრდები გაეგზავნათ სხვადასხვა გარეთ და არაერთგან იქნა გაგზავნილი რაც საბოლოო ჯამში მისდათ ისახავდა იმას რომ იქაური ცოდნის გამოცდილების გაზიარება მომხდარიყო მერე ქართულ სინამდვილეში და საინტერესოა ის ფაქტიც რომ ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე პრესაში ჟურნალში გაზეთში თუ
ასე შემდეგ პოლიტიკური თუ კულტურული ელიტის შემოქმედებაში, რომელიც გამოდიოდა ბეჭდური ფორმით იმ პერიოდის საქართველოში, ხდებოდა ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ აი ევროპაში რა მდგომარეობაა, ვთქვათ, იქ რა გამოწვევების წინაშე დგას საზოგადოება, რა სირთულეების გადალახვა უწევს და ქართულ საზოგადოებასაც ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ აი ევროპაში როგორი მდგომარეობაა, ხო? ის გადმოვიღოთ საქართველოში და ქართულ სინამდვილეს მოვარგოთ ისე, რომ საქართველოსთვის იყოს ხელსაყრელი და მისაღები. ამიტომ ეს ევროპული ხაზი, დასავლური ხაზი მუდმივად გაზრდებდა ქართული საზოგადოების, აი ამ არა მარტო ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, ჩვენ მიზანი ყოველთვის მდგომარეობდა იმაში, რომ ევროპაზე და დასავლეთზე გვქონოდა ორიენტაცია აღებული და აქეთ მიდიოდა ქართული საზოგადოება ყოველთვის და ამ პერიოდში ეს გამონაკლისი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული მდგომარეობა არის, რთულ პირობებში უწევს ქართულ საზოგადოებას არსებობა მე-19 საუკუნეშიც, მე-20 საუკუნის დასაწყისშიც, ვიდრე აღდგება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მაგრამ ეს ხაზი მუდმივად არსებობდა და მას შემდგომ, რაც მოვიდა ქართული ძალები, ქართული ხელისუფლება სახელმწიფო სათავეში, მათი მთავარი მიზანი გახდა ამ პროცესების გაძლიერება და იმიტომაც არის, რომ გზავნიან საზღვარგარეთ ქართულ სტუდენტებს, რომ იქაური გამოცდილება გაიზიარონ და ქართულ საქმეს მოახმარონ ეს ყველაფერი და ასევე საინტერესოა ისიც, რომ აი ის პროცესი, რომელიც მანამდე იწყება ამ პერიოდში 1918-1921 წლებში საკმაოდ გამოკვეთილია, იმიტომ რომ ქართული ხელისუფლების მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა, თქვათ, ეკლესიასთან, განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა სხვადასხვა საკითხთან, მათი მთავარი მიზანი იყო ის, რომ ისეთი რეფორმები განხორციელებულიყო, რომელიც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობდა ეროვნული ცნობიერების გაძლიერებას და ეს დაკავშირებული იყო მე ახლა აღვნიშნე ეკონომიკური ფაქტორი, რომ ყურადღება ექცეოდა იმას, რომ ეკონომიკა ყოფილიყო ისეთ საზღვრებში მოქცეული და ისეთი ფორმით ყოფილიყო სკოლაში ამ საგნების სწავლება, რომ ეს პრაქტიკული ფორმით ყოფილიყო გამოყენებული ქართული საზოგადოების თითოეული წევრის მხრიდან და ასევე ვთქვათ იგივე რელიგიასთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ ეხლა მაშინ როდესაც მოვიდა რუსეთის იმპერია საქართველოში და დაიპყრო საქართველო 1811 წელს გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო სხვა რეალობაში აღმოჩნდა. ამიტომ აუცილებელი იყო ისეთი გეგმის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობდა იმას, რომ აი ამ მაგრამ ისტორიის ძნელბედობამ, ჩემო ბატონო, ეს ამის საშუალება ქართულ სახელმწიფოს არ მისცა, დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს და რაც მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და შემდგომში პროცესები როგორ განვითარდა. ეხლა ქალბატონო ნინო, რატო მე თქვენი ყურადღება სადღეგდენ მინდა წარმართოთ და მაყურებელს რომ ესაუბროთ ამ საკითხების შესახებ. საყოველთაოდ ცნობილია საბჭოთა ხელისუფლებამ სახელმწიფოების დამყარების შემდეგ რა რეპრესიები გატარდა, როგორი მძიმე მდგომარეობაში იყო საქართველო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მოდით მივაქციოთ ამ შემთხვევისათვის პოზიტიური რაც ხდებოდა მაშინ თავარი ყურადღება. მე მგონი რა მეთანხმებით იმის შესახებ, რომ განათლებამ და მეცნიერებამ მიუხედავად იმისა, რომ ერთპარტიული სისტემა იყო, რეპრესიული სისტემა იყო, არ ნახულ წარმატებას მიაღწია საბჭოთა პერიოდში ქართულმა განათლების სისტემამ. მარტო იმის აღიარება რაც ღირს, რომ მსოფლიოში იყო 4 ქვეყანა, აგერ 70-იანი წლების ბოლოს, რომელსაც წერა-კითხვის 100%-იანი წერა-კითხვის მცოდნე იყო მოსახლეობა. მათ შორის რაოდენ საამაყოა ერთი იყო საქართველო. მათ შორის ერთი საქართველო. შემდეგ ალბათ ისიც აღსანიშნავია, რომ წერა-კითხვის ლიკვიდაცია, წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაცია და ამასთან ერთად რომ ჩამოყალიბდა მთელი რიგი ქართული სამეცნიერო სკოლები. მაგალითად, მე მგონი დამეთანხმებით ქართული მათემატიკური სკოლა ერთ-ერთი წამყვანი იყო. საბჭოთა კავშირში და მთელი მსოფლიოს მასშტაბისაც შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოს პატარა საქართველოდან ისეთი ორი წარმომადგენელი, როგორიც ყავდა ნიკო მუსხელიშვილი და ილია ვეკუა, მთელ მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტებსა და ნებისმიერ ქვეყანას დაამშვენებდა. ჩვენ მქონდა ძალიან დიდი მიღწევა ქართულ საინჟინრო სკოლაში. ჩვენ მქონდა ძალიან დიდი მიღწევა ქართული ფიზიკა. ჩვენ ქართული ავიაცია ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მოკლე ექსკურს თუ გაუკეთებ თქვენ ამას როგორც ამ საქმის სპეციალისტი, რა იყო ამ წარმატებების საიდუმლო სადიდო და ხომ არ ფიქრობთ ამის საიდუმლო იდო იმ სისტემაში, რომელსაც ქვია, რომელსაც ახლა ზოგიერთები ეძახიან საბჭოთა განათლების სისტემა. საბჭოთა განათლების არ იყო ეს. ეს იყო პრუსიულ გერმანული განათლების სისტემა. აი ამაში ხომ არ იდო ამ პრუსიულ გერმანულ განათლების სისტემაში ამის საიდუმლო და ხომ არ ფიქრობთ იმას, რომ ამ მეორეჯერ რომ მოვიპოვეთ მე დამოუკიდებლობა
10-იან წლებში 91 წელს და ერთბაშად რომ მოირღვა ეს ყველაფერი ეს პროფესიული განათლების სისტემა ხომ არ გიფიქრიათ ამის შესახებ და დარწმუნებული ვართ გიფიქრიათ ალბათ სხვა ვინ ვიფიქრებდა თქვენ ამ საქმის უბადლო სპეციალისტი ბრძანდებით რომ ზოგიერთი რაღაცები იქედან დღევანდელ დღეს აღსადგენია და როგორც სიტყვიან ჯობს ვიდრე არასდროსო რას მეტყვით ამ საკითხების შესახებ დიახ, როგორც თქვენ ბრძანეთ, საბჭოთა პერიოდში უკვე იცვლება ეს სიტუაცია, აქედან დავიწყებ საუბარს და მე უკვე თანამედროვეობაზე გადმოვალ. იცვლება, რა თქმა უნდა, არსებული მდგომარეობა და ახალი გამოწვევების წინაშე დგება ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო, მაგრამ საინტერესო რა არის, ეხლა მე პარალელს ვავლებ ხოლმე, როდესაც განათლებაზე ვსაუბრობ, უკავშირებ ამას, როგორც განათლების სისტემის გამოყენებას თქვათ გააჩნია რომელიც ძალა იყენებს ამას ხომ ახლა ქართველი სამოციანელების ქართველი კულტურული ელიტის პოლიტიკური ელიტის რომელიც მოღვაწეობდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მე-20 საუკუნის დასაწყისში პირველი რესპუბლიკის მოღვაწეების მთავარი მიზანი გამოიხატებოდა იმაში რომ განათლების სფეროს მეშვეობით მომხდარიყო ერთიანი ქართული სივრცის ჩამოყალიბება ერთიანი იდეის ირგვლივ გაერთიანება და რა თქმა უნდა განათლებაში შესაძლებელია გამოყენებული იყოს იმისთვისაც, რომ რაღაცა პოლიტიკური პროცესები იყოს განხორციელებული. საბჭოთა პერიოდში გრძელდება თავისთავად ხადია ეს პროცესი, სკოლების გახსნა განათლების სფეროს განვითარება და აი ამ სისტემის გამოყენება თუნდაც საკუთარი ინტერესებისთვის. თუ მაგალითად აი იმ პერიოდის მოღვაწეები, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, განათლების მეშვეობით იმედოვნებდნენ იმას, რომ უნდა მომხდარიყო ერთიანი ქართული სივრცის შექმნა, რომლის ირგვლივ გაერთიანდებოდა თითოეული ქართველი და ეროვნული იდენტობის განმტკიცება შეუწყობდა ხელს 1921 წლიდან მოყოლებული საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდგომ ეს პროცესები იცვლება გარკვეულწილად, იმიტომ რომ მათი მთავარი მიზანი ხელს თავისთავად ცხადია უწყობენ იმას, რომ სკოლები გაიხსნას, განათლება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. მაგრამ რაღაცა აბსტრაქტული იდეის გარშემო ხდება, რომელსაც კომუნიზმი ქვია და სოციალიზმი, ხო ეგრე იყო? დიახ, ეს ერთი მიზანი ყოფილიყო, ამ იდეის ირგვლივ ყოფილიყო გაერთიანებული, მაგრამ რა თქმა უნდა, რაღაცა დოზით ეს პროცესი გავლენას ახდენდა. პროგრესული იყო თავად საქართველოსათვის განათლების მხრივ. გავლენას ახდენდა ასევე საზოგადოებაზე, ხო, თქვათ, რაც მეტი ისწავლიდა სკოლაში, რაც მეტი მიიღებდა განათლებას, ეს უკეთესი იყო ქვეყნისთვის, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, აი განსხვავება გამოიხატებოდა. მაშინ თქვათ, ეროვნული იდეის ირგვლივ ერთიანდებოდნენ და ამ პერიოდში აი ამ კონკრეტული იდეოლოგიის ირგვლივ ერთიანდებიან. თუმცა მაინც ვერ ამოძირკვეს ის ეროვნული იდეა, რომელიც ამ განათლებაში ჩადებული იყო სწორედ იმათ მიერ, რომელთა განათლების ჩაგრილ საფუძველზე სწავლობდნენ ეს საბჭოთა სკოლაში. დიახ, ეს რა თქმა უნდა ეს პროცესი გრძელდება ისევ განსაკუთრებით ახლა 20-იან წლებში ესე უცებეს ვერ მოხდებოდა ამ პროცესების ცვალებადობა და უფრო მეტად გამოიხატებოდა და რაც ყველაზე მთავარია, ახლა მე-20 საუკუნის 20-იან წლები გამოიკვეთება იმით, რომ აჯანყებები ხდება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და უფრო მეტად იბრძვიან იმისთვის, რომ აი არსებულ სინამდვილეს დაუპირისპირდნენ და პრაქტიკული ფორმით გამოიხატება ეს ყველაფერი. და საინტერესოა ისიც აღინიშნოს, რომ თითოეული ეს მონაკვეთი ხა 70 წლიანი პერიოდი მართალია ერთიანი ეპოქის გამოხატულება არის, მაგრამ განსხვავებული არის თითოეული ქრონოლოგიური პერიოდი. აი 20-იანი წლები განსხვავებულია რადიკალურად 30-იანი წლების სხვა პერიოდია. ხა 40-იანი წლებიდან ახალი ეტაპი იწყება საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის და შემდგომ ეტაპზე ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა იმის იმედი, რომ თქვა საბჭოთა სისტემის დამარცხების შემთხვევაში იქნებ შესაძლებელი ყოფილიყო რაღაცა ევროპაზია გვეყო ორიენტაცია, დასავლეთზია გვეყო ორიენტაცია. ასევე ამ მხრივ აქტიურობდა ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, რომელიც მიზნად ისახავდა იმას, რომ მიეწვდინა ხმა იმ პერიოდის საზოგადოებისთვის, სახელმწიფოებისთვის, რომ საქართველოს იმსახურებს თავისუფლებას, საქართველოს იმსახურებს დამოუკიდებლობას და როგორც უკვე აღვნიშნე, განსხვავებული ქრონოლოგიური პერიოდები გამოიყოფა და ამ ქრონოლოგიურ პერიოდში განსხვავებული იდეებია და თუ თქვათ თავიდან საწყის ეტაპზე აჯანყების ფორმით გამოიხატება, შემდგომში უფრო მეტად აი ამის მოლოდინი არის, რომ
მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის დამარცხების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ახალ სივრცეში გადასვლა, ახალ რეალობაში გადასვლა. ამას ემატება შემდგომ პერიოდში დისიდენტური მოძრაობის ჩამოყალიბება, რომელმაც გარკვეული მუხტი შემოიტანა ქართულ ეროვნულ იდეაში. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ხა ისე არ იყო წარმოდგენილი თავისთავად ხადია, მოგახსენებათ, რომ ეს ყველასთვის თვალსაჩინო ყოფილიყო და ხელმისაწვდომი ყოფილიყო, რადგანაც რეჟიმი ქმნიდა ისეთ რეალობას და სიტუაციას, რომ ამ პერიოდში მარტივი არ იყო ეროვნულ საკითხზე არც წერა, არც საუბარი და არც ასე ვთქვათ, ამ ფორმით პრაქტიკული გამოხატულება. თუმცა რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, ნატო მაპატიეთ ჩაგეწევთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ მოხდა. განსაკუთრებით ჩემს მოსაზრებას გეტყვით, 1956 წლის 9 მარტი. 56 წლის 9 მარტს ის იდეა, რომელი იდეაზეც იდგა საბჭოთა კავშირი და ყოველ შემთხვევისათვის საქართველოს ერთ დღეში გაცამტვირდა. როდესაც 9 მარტს გამოსულა ახალგაზრდობა სტუდენტებს გაუმასპინძლა ტყვით საბჭოთა ხელისუფლება ღორი ხრუშოვის მეთაურობით. ამ დღეს დამთავრდა აბსოლუტურად ყველაფერი და იქ გამოჩნდა კიდევაც, რომ ქართველებში და ქართველ ახალგაზრდობაში განსაკუთრებით მიუხედავად იმ წნეხისა, რომელიც წნეხშიც ისინი საბჭოთა ხელისუფლების დროს იყვნენ, ეროვნული იდეა არსებობდა და ამის გამოხატულება იყო მაშინდელი გავრცელებული პროკლამაციები გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, ხო? დიახ და თავისთავად ხათი ამან ბიც კი მისაი თუნდაც შემდგომ პერიოდში ამ დროს ყალიბდება ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ხო დისიდენტური მოძრაობის პირველი ეტაპი იწყება შეიძლება ითქვას დისიდენტური მოძრაობის რომლის მთავარი მიზანი მდგომარეობდა იმაში რომ ანუ ისევ თავისუფლებაზე ყოფილიყო აქცენტი გაკეთებული დამოუკიდებლობაზე ყოფილიყო რამდენადაც შესაძლებელი იყო ხა ესენი ახალგაზრდები იყვნენ თქვათ შესაძლებელი ესეთი გამოცდილება არ ქონდათ ისეთი რესურსი იმ პერიოდში განათლებას რა როლი ქონდა ამ აი განათლებას რა როლი ქონდა როგორც უკვე თქვი მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ანუ მას შემდგომ რაც საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა საქართველო და ამ შემთხვევაში ამ დასაწყის ეტაპზე მეტნაკლებად უფრო გამოკვეთილი იყო ის ეროვნული იდეა რომელსაც საფუძველი მანამდე ჩაეყარა მაგრამ შემდგომში უკვე ეს რეპრესიები ეს სიტუაცია იცვლება და სხვა გამოწვევების წინაშე დგება ქვეყანაც და საზოგადოებაც მაგრამ საინტერესოა ის რომ მაქსიმალურად რამდენადაც შესაძლებელი იყო ეს გამოყენებული ყოფილიყო ისევ აი ამ ეროვნული იდეის განვითარებისთვის რა თქმა უნდა ეს მარტივად მისაღწევის საშუალება არ იყო და ისევ თქვა აი ეს იატაკქვეშა ორგანიზაციები დისიდენტური მოძრაობა ეს ცდილობდა რომ ასე ვთქვა ეროვნული მუხტის ირგვლივ ყოფილიყო გაერთიანებული მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გარკვეულწილად იცვლება სიტუაცია და უფრო მეტად შეინიშნება რაღაცა ეროვნული ელემენტების შეტანა განსაკუთრებით 60-იან წლებში 70-იან წლებში 80-იან წლებში აი უკვე სასკოლო პროგრამაში თქვა თუ მასწავლებლები ვერ ბედავდნენ იმას რომ სკოლაში ეთქვათ რომ თქვა აი დასავლეთში ეს მდგომარეობა და საქართველოში შესაძლებელია ეს გადმოვიტანოთ და ქართულ რეალობას მოვარგოთ ზოგიერთი ამას აკეთებს და ბედავს ეს უფრო აი 80-იან წლებში და ანუ მეტი თავისუფლება შემოდის იმიტომ რომ უკვე რეჟიმი დასასრულისკენ მიდის სისტემა დასასრულისკენ მიდის და საზოგადოებას მეტი თავისუფლება აქვს იმაზე რომ წეროს და ისაუბროს. თუმცა რა თქმა უნდა ეს იმ შესაძლებლობის ფარგლებში როგორც შეეძლო ქართულ საზოგადოებას გამოეყენებინა არსებული რეალობა. განათლებას და კულტურაში შედის ის რომ არნახულად განვითარდა ქართული კულტურა იმ დროისათვის აი მაგალითად გნებავთ ისეთი ნაწარმოებები ავიღოთ როგორც დისიდენტური იყო ფაქტობრივად დისიდენტური ნაწარმოებები როგორც იყო მაგალითად დათა თუთაშხია ფილმის გადაღება სხვა ნაწარმოებები სადაც ალეგორიულად იკითხებოდა ის რომ საქართველოს სურდა და ქართულ ხალხს სურდა დამოუკიდებლობა და ამისათვის მოსამზადებელი სამუშაოები იყო ჩატარებული და ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო 1978 წლის 14 აპრილი როდესაც აი იმ პერიოდისათვის აზრით და ეროვნული მოძრაობა იყო აბა რა იყო სხვა შეიძლება მას დარქმეოდა როდესაც ორივე ლიდერის როგორც ზვიად გამსახურდია ესე მერაბ კოსტავა ციხეებში იყვნენ გამოწყდებული იმ დროისათვის და ამ დროს გამოვიდა ქართული საზოგადოება და ხმამაღლა უთხრა ვარი კრემლის იმ რეჟიმორდულ პოლიტიკას რომელსაც ქვია ქართული ენის ფაქტობრივად გაუქმების საკითხი. აი თქვენ როგორ მიგაჩნიათ აი
91 წლის შემდეგ როგორ განვითარდა ეს პროცესები დღევანდელ დღემდე და როგორ მიმდინარეობს და როგორ ფიქრობთ რა ცვლილებები არის საჭირო იმისათვის, აი თქვენ როგორც პროფესიონალი მკვლევარის გადასახედიდან იმისათვის რომ აი მოხდეს გარკვეულ წილად იმ ძირითადი იდეისადმი დაბრუნება, რომელიც 1918-21 წლების საქართველოში იყო, რომელსაც სურდათ ერთიანი ქართული სახელმწიფო ერთიან ქართულ იდეაზე აგება. რას ფიქრობთ, როგორ იყო? შეიძლება ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც საჭიროა და შესაძლოა, მაშინ ზოგიერთი ცვლილებების შეტანა არის ანდა ძირეული რეფორმების გატარება ამ ხრივ საჭირო. როგორ ფიქრობთ? დიახ, საინტერესოა ისიც რომ აღვნიშნოთ, რომ თითოეული ეპოქა, ხა რომელზედაც ჩვენ საუბრობთ, ხო თუნდაც მე-19 საუკუნე, მე-20 საუკუნის დასაწყისი, 18-21 წლები, საბჭოთა პერიოდი, 90-იანი წლები, განსხვავებული მონაკვეთები არის, როგორც ქრონოლოგიური თვალსაზრისით, ასევე იდეის თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეკონომიკური, სოციალური, რელიგიური განსხვავებული მონაკვეთები არის და ბუნებრივია თითოეული აი ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი, თქვათ რაღაცა ფასეულობა თუ ღირებულება, შესაძლებელია ყველასთვის მისაღები არ იყოს, თუმცა რა თქმა უნდა არის გარკვეული რაღაცა ელემენტები, რომელიც შესაძლებელი არის გამოყენებული იყოს შემდგომ პერიოდშიც. და როგორც უკვე აღვნიშნე, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებით და შორიდან დავიწყე პასუხის გაცემა. საბჭოთა პერიოდის აი ეს მოვლენები, რომელიც ვითარდება უკვე 1940-იანი წლების შემდგომ პერიოდში, უკვე ახალი გამოწვევები ჩნდება, ახალი მოთხოვნები ჩნდება და როგორც უკვე ვთქვი, იგივე დისიდენტური მოძრაობის ჩამოყალიბება ეს პირველი ეტაპია 56 წლის მარტის მოვლენების შემდგომში 70-იან წლებში უკვე ახალი ეტაპი, 80-იანი წლების დისიდენტური მოძრაობის კიდევ ახალი ეტაპი, როდესაც ახალი ძალა გამოდის დისიდენტური მოძრაობის შემადგენლობაში და მათი მთავარი მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ აი მეტად გაეჟღერებინათ ეროვნული საკითხი, თავისუფლების საკითხი და ეს ყველაფერი ერთიან სისტემაში ყოფილიყო მოქცეული. და რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იყო იმაზეც, რომ უკვე ბოლო პერიოდში სისტემა დასასრულისკენ მიდიოდა, რეჟიმი დასუსტებული იყო და ქართულ საზოგადოებას ჰქონდა იმის საშუალება, რომ უფრო ღიად გაეჟღერებინა ეს პროცესები. მაგრამ რა თქმა უნდა, იმის თქმაც, რომ მხოლოდ ყველაფერი ცუდი იყო განათლებასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ალბათ არ შეიძლება ასეც ითქვას, რაღაცა დადებითი აქაც გამოიხატებოდა, თუნდაც ის რომ ძალიან ბევრი გამორჩეული მწერალი იყო, პოეტი იყო, რომელიც იმ პერიოდში მოღვაწეობდა, მაგრამ შექმნა მაღალი დონის შემოქმედება, ვთქვათ, მეცნიერი იქნებოდა თუ ასე შემდეგ. ეს იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც იყო ვთქვათ, ხელმისაწვდომი ქართული საზოგადოებისთვის რეჟიმის პირობებში და 90-იანი წლებიდან მოყოლებული უკვე მას შემდგომ რაც აღსდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და შეიცვალა მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს წინაშე ახალი გამოწვევები დადგა დღის წესრიგში და როგორც უკვე აღვნიშნე, თითოეულ ამ ქრონოლოგიურ პერიოდში განსხვავებული მოთხოვნები არის განათლების სფეროსთან მიმართებაში და ისევე როგორც დღეს, რა თქმა უნდა, 90-იან წლებში ხა საქართველო უკვე თავისუფალია, დამოუკიდებელი არის და უკვე ჩნდება ქართულ სინამდვილეში, რომ ჩვენ თქვათ ავიღეთ ორიენტაცია გამოკვეთილად დასავლეთზე, ევროპაზე, შემოდის უფრო ახალი ღირებულება, ახალი ფასეულობა და ეს პროცესი გარკვეულ გავლენას განათლების სფეროსაც მეტნაკლებად ახდენს. თუმცა ჯერჯერობით მაინც 90-იან წლებში აი ამ რაღაცა ძველი სისტემით მიმდინარეობს ეს პროცესები. მაგრამ ნელ-ნელა შემოდის ის სიახლე, რასაც საბოლოო ჯამში უნდა შეეცვალა ეს პროცესი და თუნდაც რაღაცა უკეთესობისკენ წაეყვანა ქართული საგანმანათლებლო სივრცე, ქართული საგანმანათლებლო სფერო და უკვე ვთქვათ მე-20 საუკუნეში, მე-20 საუკუნის დასასრულს, 21 საუკუნის დასაწყისში უკვე ახალი მოთხოვნები დადგა დღის წესრიგში. ალბათ როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა დეტალის გათვალისწინება შესაძლებელი არის, რადგან სხვა პერიოდი იყო, სხვა დროის მონაკვეთი იყო და ასე ვთქვათ, შესაძლებელია ვერ გადმოვიტანოთ, მაგრამ თუნდაც ახლა მე-20 საუკუნე, მე-19 საუკუნე განსხვავებულია იმით, რომ აქ ეროვნული იდეა ცალსახად გამოკვეთილია და განათლება და ეროვნული იდეა დაკავშირებულია, ხო? საბჭოთა პერიოდში განათლების მეშვეობით საკუთარი პოლიტიკური იდეოლოგიის დამკვიდრება ხდება. 90-იანი წლების საქართველოში უკვე საქართველო თავისუფალია, დამოუკიდებელი არის და განათლება უფრო მეტად თავისუფალი არის. არ არის შეზღუდული იმით, რომ ვთქვათ, წერონ და ისაუბრონ მხოლოდ იმ საკითხებით, რომელსაც სისტემა და ხელისუფლება შესთავაზებს. ძალიან საინტერესო საუბრობთ, ქალბატონო ნატო, ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება.
ალბათ მაყურებელიც ხვდება, რომ მთელი რიგი საკითხების გარშემო ერთ გადაცემაში საუბარი არ იქნებოდა, საუბარს ფაქტობრივად ვერ შევძლებთ. ამიტომ აუცილებლად იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენ ჩვენთან კიდევ ერთხელ მობრძანდებით და არაერთხელ მობრძანდებით და ვისაუბრებთ ამ საინტერესო საკითხების გარშემო და უპირველეს ყოვლისა თავით ჩვენი აქცენტი როგორც დღევანდელ დღეს მომავალშიც გაკეთებული იქნება იმის შესახებ თუ რა გვინდა, როგორი განათლების სისტემა გვინდა, რა გვინდა იმ წარსულისაგან რომელმაც წარსულმაც დღევანდელობა მოიტანა, რომ მასზე იმ წარსულზე დავაყრდნოთ ჩვენი მომავალი, აწყო ჯერ ერთი და შემდეგ ჩვენი მომავალი. ვინაიდან დღევანდელ დღეს არც ერთ პერიოდში თქვენ აბსოლუტურად შესანიშნავად გაანალიზებთ მთელი ეპოქა, მაგრამ იმ ეპოქებში არც ერთ მათგანში დატვირთვა იმდენად არ ქონდა განათლების სისტემას, როგორც მე მგონი დამეთანხმებით დღევანდელ სიტუაციაში არის თანამედროვე მსოფლიოში. მე ძალიან დიდ მადლობას გიხდით დღევანდელი დღეს ჩვენთან მობრძანებისათვის, ასეთი საინტერესო საუბრისათვის და მაყურებელს მინდა უთხრათ, რომ ჩვენი განათლების სისტემა განვითარდება აუცილებლად, ჩვენი განათლების სისტემა იქნება ისეთი, როგორიც ქართულ სინამდვილეს, ქართველ ერს და მის მოთხოვნილებებს შეესაბამება და მანამ იქნება ის, სანამ ასეთი შესანიშნავი მკვლევარი, ახალგაზრდა მკვლევარები იარსებებენ და ისეთი ადამიანები, რომლებიც საქართველოზე მოფიქრალი არიან, როგორც ჩვენი სტუმარი დღევანდელ დღეს ქალბატონი ნატო სონღულაშვილია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.